გეთებთ იმისათვის რომ შემცირდეს ფასები, ზოგადად რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან რომ საქმე ეხება თავისუფალ ბიზნესს, რომელიც თვითონ განსაზღვრავს ფასებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ერთად ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. ჩვენ ხელისუფლება, ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ და უნდა გამოვძებნოთ ფასების შემცირების გზები. და მე ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია, ჩვენ გვაქვს დაანონსებული ეს პროცესი, რომელიც მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა მანამდეც უნდა იყოს შესაძლებელი ფასების შემცირება. გავაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან იმისათვის, რომ ამ მიზანს მივახცევთ. მართლაც ობიექტურად არსებობს იმის მექანიზმები იმისთვის რომ ჩვენ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ ცხოვრება. და ამის პრაქტიკული მაგალითები არსებობს. ჩვენ ხო აწარმოებთ კონკრეტული კომპანიები რძეს მაგალითად საქართველოში აწარმოებენ. უცნაურია, მაგრამ მე ხშირად რაღაც ჩემს კორპუსთან არის ბელორუსული სუპერმარკეტი. შორის ეს ბელორუსი ყველაფერს აწარმოებს, რო შეხვალა, ყველაფერია იმ მაღაზიაში. ყველანაირი პროდუქტია. რძე ხშირ შემთხვევაში უფრო იაფი ღირს, ვიდრე ადგილობრივი წარმოების რძე. ანუ სად ბელორუსია, ხო ჩვენგან არის 2000 კილომეტრი დაშორებული. ანუ იქიდან ლოჯისტიკა, ჩამოტანა, გზა, ამ ყველაფრის გამოთვლით რძე უფრო იაფი ღირს, ვიდრე ადგილობრივი წარმოება. ეგ ცალკე პრობლემაა, მაგრამ ეგ ფაქტია. ერთი მთავარი პრობლემა არის, ხადია ის, რომ იმპორტზე ვარ დამოკიდებული. მაგრამ ეს არის პრობლემის ერთი მხარე. მეორე მხარე ასევე არის ის, რაზეც, არ ვიცი, რაღაც ერთი თვეა უკვე საუბრობთ. ეს არის ქსელური მარკეტების, ანუ იმ მონოპოლისტი მაღაზიების და მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების კარტელური გარიგებები, ანუ შეთანხმება კონკრეტულ არაფორმალურ წესებზე, რომელიც არ არის არაფრით განპირობებული და დარეგულირებული. კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. აი მაგალითად შენ თუ გაქვს რძე, მნიშვნელობა არ აქვს ეს ჩამოტანილი რძეა, სადღაც იმპორტირებული, თუ ადგილობრივი ნაწარმი, შენ როდესაც მიდიხარ ამ ქსელურ მარკეტის წარმომადგენელთან, იმიტომ რომ ქუჩაში ხო ვერ გაყიდი მაგშინ რძეს. სადღაც ის ჭირდება, ხო, რეალიზაციის სივრცე, მაღაზია. ეს მაღაზიის მფლობელი შენ გეუბნება, რომ უბრალოდ იმისთვის, რომ შენი პროდუქტი დახლზე დაიდოს, უბრალოდ რომ დაიდოს. ამისთვის შენ წინასწარ მაგ პროდუქციის 40-50% უნდა გადაიხადო. თუ მაგალითად შენი ფასი, თავიდან ფასი იყო 2 ლარი და ეუბნები რომ მე თანახმა ვარ რომ 2 ლარად აი ეს პროდუქტი დაიდოს მაღაზიაში. ეს მაღაზია შენ გეუბნება რომ წინასწარ მე გადამიხდი ამ 2 ლარის 50%-ს, ანუ ლარს. და წინასწარ უნდა ჩაურიცხო, cashback-ს ეძახიან მაგას. შენ ხადია იძულებული ხარ რომ 2 ლარად კი არ გაყიდო შენი პროდუქტი, არამედ 3 ლარად გაყიდო, იმიტომ რომ ეს ფული ხო საკუთარ თავს ხო არ მოაკლებ, ხო, ანუ წაგებაში ხო არ წახვალ. ესე იგი შენ იძულებული ხარ რომ 2 ლარიანი პროდუქტი გაყიდო 3 ლარად. მაგრამ ამით არ თავდება ფასების მომატება. შემდგომ ეს მაღაზია ამ 50%-იანი დაღზე დადების გამოგონილ გადასახადს რო გადაახტევინებს ამ მიმწოდებელს, შემდეგ თვითონ ადებს ამ 3 ლარს უკვე, ანუ გაზრდილ 3 ლარს 40-50%-იან ფასნამაც. და რეალურად რძე ან სხვა ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც იდეაში შეიძლებოდა დაღზე მყიდველისთვის ყოფილიყო 2 ლარი, საბოლოო ჯამში დაღზე დევს 4 ლარად. ანუ მისი თვითღირებულება ხელოვნურად მომატებულია 100%-ით. აი ეს ფინანსური манипуляция ხდება ჩვენს ქვეყანაში. მე არაფერს არ ვიგონებ, აი ვინც ამ კერძო კონკრეტულ სექტორში საქმიანობს, ყველა მიცის ეს რამე იმას ინსაიდერულ საიდუმლოებას კი არ ვაჟღერებ ახლა მე. ესე იგი რა უნდა გააკეთოს სახელმწიფო? ანუ ფაქტია რომ ხელოვნურად მოსახლეობისთვის ძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქტი.
სახელმწიფო ჩვენ რისთვის გვჭირდება? რისთვის შევქმენით ქართველებმა და ზოგადად კაცობრიობამ რისთვის შექმნა სახელმწიფო? იმისთვის რომ საკუთარი ყოფიერება შეამსუბუქოს. ხომ ასეა? ანუ თავიდან ადამიანები დარბოდნენ ტომებად და ყველა თავისთვის იყო გამოქვაბულში. მაგრამ იმისთვის რომ შეემსუბუქებინათ ყოველდღიურობა, უფრო კომფორტული გამხდარიყო ცხოვრება, დაიწყეს რაღაცა წესების, რაღაცა ჩარჩოების შექმნა. და ამან მოიტანა შედეგი, ხო, განვითარდა მე საზოგადოებაც, სახელმწიფოც და პროგრესიც მაგით შედეგად მოხდა. ანუ კონკრეტული გადაწყვეტილებებით და რეგულირებით მოხდა პროგრესიც. აქედან გამომდინარე, აი, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი ბატონი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები, მეგობრებო, თუ თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი და ამის მიმართ არ უნდა გაგვაჩნდეს ჩვენ რაღაცა კვაზირელიგიური დამოკიდებულება. კი. რაღაცა აი, როგორც იმას რაღაც საკრალურ იმას ყველაფერში ხაზი ესმევა მაგას, აი ეხლა თქვა რომ აქ ბიზნესის ინტერესზე ლაპარაკიო, მე მახსოვს ასევე მცირე გადახვევას გავაკეთებ, როცა მაღაროები ითხოვდნენ ნაციონალიზაციას იმ ასე ვთქვათ რესურსების, იქაც ითქვა რომ პრინციპულად მეუღებელია, რატომ? იმიტომ რომ ამ ეკონომიკურ პოლიტიკაში არ ჯდება საერთოდ რაღაც რესურსის ნაციონალიზაცია, აი მაქიდან მაგ მიდგომების მინიმალურ კორექტირებაზეც კი ანუ ამ თავრობას, ნუ აქ თავისი ვიწრო კომერციული ინტერესიც დევს ისე ცნობისთვის. აქ არა მარტო კვაზირელიგიურ შეხედულებასთან გვაქვს საქმე, თვითონაც დაინტერესებულები არიან არსებული ეკონომიკური წყობის, იმიტომ რომ თვითონ იღებენ შემოსავალს და კონტრიბუციას. ელიტები ყავს, ეგეთი შეორდნაძის ხელისუფლება, სააკაშვილის ეს ჩამოყალიბდა ამ პროცესში. მაგრამ ვიწრო პირადი მერკანტილური ინტერესების გარდა მართლა არსებობს ეს იდეოლოგიური ინდოქტრინაცია, აი როგორც კომუნისტების დროს ხო იყო სხვა მეორე უკიდურესობა, რომ კერძო საკუთრება არის ბოროტება, აი კერძო ცუდია და სახელმწიფო უნდა ერეოდეს ყველაფერში. მაშინ ხო მეორე უკიდურესობა იყო. ანუ ყველაფერში სახელმწიფო უნდა ჩარეულიყო და ეგეც ცუდია, კაც ყველაფერში სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს. არსებობს დარგი, სადაც ჯობია მართლა თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები მიუშვა და თავისუფალი კონკურენცია იყოს, ჯანსაღი კონკურენცია იყოს. ჩვენ აი ამ ერთი უკიდურესობიდან, რომ არ შეიძლება კერძო საკუთრება, ყველაფერში სახელმწიფო უნდა იყოს, იმის ჩუსტის წარმოებაშიც მთავრობა უნდა იღებდეს მონაწილეობას და კოლოფის წარმოებაში. ამ ერთი უკიდურესობიდან აღმოჩნდით საპირისპირო უკიდურესობაში, რომ ყველაფერი კერძო აპრიორი არის პრიორიტეტული, ინვესტორი არის ღმერთი და კერძო თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები თუნდაც ის ქმნიდეს გარიგებებს, კარტელურ რაღაცა შეთანხმებებს, მაინც სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს მაგ დარგში. ანუ აი ასეთ იმაში აღმოჩნდით ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში. არა და ოქროს შუალედი გვჭირდება, კაცო. თვითონ აი ეს წარმოდგენები ამ თავისუფალ საბაზრო ურთიერთობების სადაც გაჩნდა საუბარია შეერთებულ შტატებზე, ხო? იმიტომ რომ თავარი კაპიტალისტური სახელმწიფო დღეს შეერთებულ შტატებია. შეერთებულ შტატებში არ არის ასეთი მიდგომა. შეერთებულ შტატებში არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური. რომელსაც ქვია ჩვენთანაც ხო თვითონ არსებობს, ხო, სავაჭრო კომისია ქვია, რომელიც დაარსდა, თუ არ ვცდები, ვუდრო ვილსონის დროს, რომლის მთავარი ამოცანა, ანუ სუპერ კაპიტალისტურ სახელმწიფოში არსებობს სპეციალური სამსახური, რომლის მთავარი ამოცანა არის მონოპოლიებთან ბრძოლა. ანუ ამერიკაში თუ ეს სამსახური რას აკეთებს, იცი? თუ დაადგენს ეს სამსახური, რომ რაღაცა მსხვილი ერთი კომპანია, კონკრეტულ სექტორში მომუშავე კომპანია და ანალოგიური მსხვილი მონოპოლისტი სხვა კომპანია თუ ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებს და შეგნებულად მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ რაღაცა ფასებს ხელოვნურად ადებს, ეს სამსახური ამას იძიებს და თუ დაამტკიცებს ეს ხალხი დიდი ხნით მიდის ციხეში. ანუ ამერიკაშიც კი, სადაც გაჩნდა ეს წარმოდგენები თავისუფალ ბაზარზე, იქაც კი
კაცო მონოპოლია ისჯება. და აი რატო გჭირს ჩვენ საქართველოში, აი რატომ გვინდა რომ რომის პაბზე უფრო დიდი კათოლიკეები გავხდეთ. როდესაც პრაქტიკული მაგალითები არსებობს, როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. ანუ აგერ ბიძახი დასჯადი უნდა იყოს ნებისმიერი ხელოვნური გადასახადი. აი მარტივად გვარდება ეს. აი მარტივად გვარდება. აი წარმოებელი მიდის კონკრეტულ მონოპოლისტ იმას მარკეტის ფლობელთან. ის ფლობელი ეუბნება რომ შენ ამ უბრალოდ რომ დავდო ეს გადამიხდი რაღაც არანორმალური მას ეს უნდა იყოს დასჯადი. ანუ კანონმდებლობაა მოსაყვანი. დამიჯერე ძალიან მარტივად მოგვარდება ეს პრობლემა. არ მოსთხოვს მე ის მონოპოლისტი ქსელური მარკეტის წარმომადგენელი მიმწოდებელს გამოგონილ გადასახადს. ეტყვის უბრალოდ დაადებს თავის ფასნამატს. აი მარტო ფასნამატს დაადებს. და ჩვენი პროდუქტი რა პროდუქტებს საუბრობდი, რომელიც 2 ლარი ღირს, 4 ლარად კი არ გაიყიდება, გაიყიდება 2.5 ლარად. და ყველა კმაყოფილი დარჩება. წარმოებელიც, ყიდველიც და ნუ ის ეყოს კაცო იმ მაღაზიის ფლობელსაც 50%-იანი, 50 კი არა, 25%-იანი ფასნამატი. ჩვენ ესე იგი ვიზიტით იმყოფებოდა თუ იმყოფება არ ვიცი დაბრუნდა თუ არა პრემიერი ეკონომიკის მინისტრიც ახლავს, საგარეო მინისტრი არის თუ არა არ ვიცი. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კონკრეტულად დუბაიზე საუბარი, სადაც გაკეთდა განცხადებები ტურიზმის მიმართულებითაც იყო შეხვედრები